არის თუ არა კასპიის ცემენტის ქარხანა რაიონში გავრცელებული დაავადებების გამომწვევი მიზეზი. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ქარხნის ფუნქციონირებით მათი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად ზიანდება. პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ჰაიდელბერგ ცემენტში დასაქმებული მუშახელის დიდი ნაწილი ადგილობრივი არ არის. დეტალებს ნახავთ ნიკა გაბლიშვილისა და ლევან ხუციშვილის სიუჟეტში. კასპში ბოლო დროს გახშირებულ დაავადებებს ადგილობრივები ცემენტის ქარხანას უკავშირებენ. კერძოდ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ცემენტის მტვერი ახდენს. აქაურების მტკიცებით ქარხანასთან ახლოს მდებარე ქუჩებზე ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდება. ბავშვი მყავს ძალიან ცუდად, ბრონხები დაემართა, დაემართა, ასთმა დაემართა, ყოველღამე იხჩობა ამ მტვერის გამო. და რავი, ძალიან ცუდად რა, მე ამ მტვერს ვაბრალებ, იმიტომ რომ მტვერი კი არ არის, შავი მურია. ღამე მით უმეტეს რო გამოხვალ ისეთი ბურია მოდის, რომ მეტია შეიძლება ქარხნიდან. ყველასთვის არის მიმართვა გაკეთებული ადგილობრივი თვითმმართველობისთვისაც. ქარხანაშიც არაერთხელ ყოფილა ატანილი განცხადება, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის და თუ ეხლა რეაგირება არ იქნება, ჩვენ გადავკეტავთ აუცილებლად გზას და არ გავატარებთ არც ერთ ტრაილერს. მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების მიზნით ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ცემენტის ქარხანაში მიმავალ მანქანებს გადაადგილების საშუალება გარკვეული პერიოდი არ მისცეს. ისინი ფიქრობენ, რომ ცემენტით დატვირთული მანქანები გარემოს აბინძურებენ. აქციის მონაწილეებმა ცემენტ მზიდებისათვის ქარხანასთან მისასვლელის შემოვლითი გზის მოწყობაც მოითხოვეს. შევიკრიბეთ, იმიტომ რომ უკვე შეწუხებულები ვართ, ადგილობრივი მაცხოვრებლები ვართ, საუკუნეა ეს მტვერი გვაწუხებს, ხმაური გვაწუხებს და არავითარი ყურადღება არ არის წარმოების ხელმძღვანელებისგან. ყველაზე ლამაზი უბანი იყო ეს კასპში. დღეს არის ყველაზე უკან, აი ბინის გაყიდვა მინდა, რომ კაიქიდან წავიდე, მაგრამ კაცი აღარ შემოდის აქ ბინის ყიდვაზე და ეს თხოვე მე ქართლის დელეგაციასაც, რომ თუ შეიძლება და თუ არის ამის რაღაცა, რომ გაგვასახლონ აქედან, ვითხოვთ მთელი უბანი თანახმა გადაგვიხადონ ფული სხვაგან ვიყიდოთ ბინები და გაგვასახლონ. რაც უნდათ ის უქნიათ მე რა უბანში, აღარ შეიძლება აქ ცხოვრება. და აქ ჩვენ ხალხი ცხოვრობ და ყავს პატარა ბავშვები, იმათ უნდა სუქთა ჰაერი და ასე შემდეგ. ამიტომ მოვითხოვთ ყველა მანქანა, რომელიც გამოდის ქარხნიდან, ეგრეთ წოდებული ცემენტ მზიდები უნდა იყვნენ გარეცხილი. ქარხანაში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, იდგება ახალი ღუმელები, წისქვილები, ამისთვის ყავთ ჩამოყვანილი ჩინელები და ადგილობრივი კადრი არ საქმდება. მოსახლეობის აზრს იზიარებენ მედიკოსებიც. მათი თქმით, ცემენტის ქარხანიდან წამოსული მტვერი და ქიმიური გამონაბოლქვი ბევრ პათოლოგიებს იწვევს. კასპის ეს პრობლემა საერთოდ ათეული წლებია ცნობილია. რა თქმა უნდა, ამ ცემენტის ქარხნის ქიმიურ გამონაბოლქვთან ბევრი პრობლემა და ბევრი დაავადება დაკავშირებული. მათ შორის ბავშვების პრობლემა. როგორც ექიმი ვფიქრობ, რომ ამაში გარკვეული საშიშროება არის. საერთოდ ცნობილია, მე ჯერ კიდე ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, იმ დროიდან მესმის, რომ კასპის ეს ქიმიური გამონაბოლქვები იწვევს ბევრ პათოლოგიებს და რა თქმა უნდა, ცემენტი ეს ძალიან მწვერზე მწუფუქი ის არის ნივთიერება და ილექება ის ბრონხებში და იწვევს პათოლოგიებს. მაგრამ ალბათ მესწორებმა ცოტა მაგაზე უნდა იფიქრონ. მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი. გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, პრობლემა ადგილობრივების სასიკეთოდ უახლოეს პერიოდში გადაწყდება. საკითხი გადაწყვეტილი იქნება სამხედრო შემოსასვლელი, იქნება ახალი სამრეცხაო მანქანა და ცემენტის ქარხანა მე როგორც ვიცი, ნუ ასეთი გასაუწყო მანქანა არ გამოვა. ხო, ეს არის დროის ფაქტორი, დროის ამბავი მომენტი. ასე რომ ეს საკითხი ცნობილია მოქალაქეებისთვისაც, ჩვენთვის ცნობილია და მიმდინარეობს მუშაობა ამ მასალებზე და ჩვენ შეგვიძლია ადმინისტრაცია ხელმძღვანელობა ცემენტის ქარხნის რომ აღნიშნული პრობლემა გადაწყვეტა ამ მიმდინარე პროექტის განხორციელების პროცესში. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა ჰაიდელბერგ ცემენტის ადმინისტრაციაში.